ну აქ მე მგონი აღარ აქვს სიტყვებს აზრი, იმიტომ რომ მიუხედავად ყველა მოლოდინისა, მაინც ვფიქრობდი, რომ ანგარიშს გაუწევდნენ ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილს, ვინცაც უყვარს თეატრი, ვინც ამაყობს თეატრით, ვინც დადის თეატრში, საერთოდ ვინც სახელოვნებო პროცესებშია და პროცესების გულშემატკივარია და ესეთი ჩვენ საერთოდ ხელოვანიერი ვართ და ამიტომ ძალიან ბევრია ესეთი ჩვენ ქვეყანაში საბედნიეროდ. ну ალბათ შემდეგი შეიძლება მე ვიყო აბსოლუტური მოლოდინი მაქვს ამისი. ასე რომ არაფერი არც მიკვირს, აღარც ბრაზდები, აღარც მწყინს. ნიკა, სიმალე გითხრათ, ჩემი შემდეგი შეკითხვა სწორედ ეს უნდა ყოფილიყო, თუმცა მესმის რომ შეიძლებოდა ცოტა არაკორექტული, ამიტომ კარგია შენ თავად რო დამასწარი მოლოდინთან დაკავშირებით. ფიქრობ თუ არა რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები გაგრძელდება ისეთი ფიგურების მიმართ ჩვენ სახელოვნებო სფეროში, როგორიც თუნდაც შენ ხარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კულტურის მინისტრი არის ადამიანი, რომელსაც არც პროფესიული და კიდევ უფრო მეტად არც პიროვნული მეგობრული ურთიერთობების მხრივ, რომელიც არ იყოს შორს იგივე დავით დოიაშვილისგან, შენსგან და სხვა იმ ადამიანებისაგან, რომლებიც წლებია საქართველოს ხელოვნებაში მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენენ. ხო, ну ეს სხვადასხვა ეს გარემოება, ეს კომპონენტი მთელ ამ ისტორიაში ყველაზე უფრო რთულია და ყველაზე უფრო ესეთი ემოციურად არც თუ ისე იოლად გადასატანი, იმიტომ რომ შესაძ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ დაუშვათ ამას აფორმებს ადამიანი, რომელიც ახლობლად ითვლებოდა და ითვლება, ну ეხლა უკვე არ ვიცი რა დავარქვა ამას. ეს უფრო ამძაფრებს მთელ ამ პროცესს, რომელსაც ემოციურად ადამიანები ვართ და განვიცდით, გავდივართ ამ განცდებში, ხო? მით უმეტეს ხელოვანი, მით უმეტეს რასაც მე ვაკეთებ, რასაც დათო დოიაშვილი აკეთებს, ეს არის ემოციებზე დაფუძნებული, მე პროფესიონალიზმში გადაზრდილი საქმე, ხო? და ამიტომ ჩვენთვის ახლა ეს ყველაფერი არის რთული. და აი სწორედ მაგის გამოც, რომ არაშორებელი, არამედ ახლობელი არის ის, ვინც ახლა ამ წუთას ესე შემოგვიტრიალდა და დაუშვათ მე სულ ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ესე ვთქვათ სამთავრობო სისტემაშიც შესაძლებელია, რომ ადამიანებმა რაღაცნაირად დაიცვან ზღვარი და გაუწიონ წინააღმდეგობა. შეიძლება დაუშვათ ასეთი გადაწყვეტილება არ მოდიოდეს თვითონ მინისტრისგან და მას ეუნებოდნენ, მაგრამ რა ვიცი, მე მგონია, რომ ყველას უნდა შეეძლოს, რომ ამას შეეწინააღმდეგოს. ну არ ვიცი ხა ამის უკან რა დგას და როგორ არის. მე ხა ერთადერთი შემიძლია ჩემი თქვენთან ჩათო დავამთავრო იმით, რომ როცა დათო დოიაშვილი გავიცანი, ეს ზუსტად დაემთხვა იმას, როცა ის ასევე გამოუშვეს მთავარი რეჟისორის თანამდებობიდან მარჯანიშვილის თეატრიდან. გამოუშვეს იმიტომ, რომ მაშინ ასევე ედუარდ შევარდნაძის ვთქვათ პრეზიდენტობის პერიოდში მოკიდა ხელი თემას და დგავდა სპექტაკლს თვითმფრინავის გამტაცებელ ახალგაზრდებზე, ჯინსების თაობას. და ну ეს ესე ვთქვათ სახელმწიფო თეატრმა ეს შეეშინდა თეატრს და მოკლედ იძულებულები გახდნენ, რომ გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან. მერე დათო დოიაშვილმა, რომელსაც კარი გაუღო ავთო არსემაშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნებულმა თეატრმა, თავისუფალმა თეატრმა იქ განახორციელა ეს სპექტაკლი ჯინსების თაობა, რის გამოც მეც მაშინ ვენაში ვსწავლობდი, ჩამომიყვანა, დაუწერე მუსიკა და ეს 2000 წელია და დღესაც ეს სპექტაკლი არის რეპერტუარში. 25 წელი. რამდენი ვიცით ჩვენ, რომ რეჟისორი და მისი სათქმელი, რომელმაც გაუძლო თაობებს და 25 წელი იდგმება, ხო? უწყვეტად. შეიცვალა მსახიობებიც კი, მაგრამ დადგმა და სათქმელი დათოსი დღესაც ჟღერს თავისუფალი თეატრის სცენიდან. ხო და იცით რა? ამიტომ ახლა ეს არის გამოწვევა რაღაცნაირი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო გამაძლიერებელი იყოს ხელოვანისთვის. უბრალოდ გულდასაწყვეტია აქ ის, რომ თეატრი, რომლიდანაც ეხლა ცდილობენ, მე ესე ვფიქრობ, რომ ცდილობენ, იმიტომ რომ ეს ესე ადვილად არ დამთავრდება ამ ერთი ბრძანებით. ცდილობენ, რომ დათო დოიაშვილი წავიდეს, არის თეატრი, რომელსაც აქვს მდიდარი ტრადიცია, მაგრამ დღეს ეს თეატრი არის წამყვანი ერთ-ერთი მართლა წამყვანი თეატრი, ეს ყველა მაგნიშნა და ყველა მიცის, ვინც ამ სფეროში ჩახედულია. ამიტომ მის თითო კედელიდან დაწყებული, რა ვიცი, ყველაფერი მის მიერ არის მოფიქრებული. ნუ არ ვლაპარაკობ სპექტაკლებზე და ძალიან დიდი მნიშვნელობა
მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ გადაწყვეტილებას დავით დოიაშვილთან მიმართებაში ზოგადად ეს მეტყველებს ძალიან ძიმეთ იმაზე უკვე რა ფაზაში ვართ გადასულები, მაგრამ ეს არ არის მარტო ერთი პერსონალური გადაწყვეტილება, ამიტომ სანამ დაგვემშვიდობები ვაინტერესებს შენი განცდა, მით უმეტეს ახლა უცხოეთიდან უყურებ ამას ყველაფერს, ზოგისთვის ეს შეიძლება გახდეს რაღაც დამატებითი იმედგაცრუების მიზეზი, მაგრამ სინამდვილეში მე მგონი არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი საზოგადოების დიდი ნაწილის გამოსაფხიზლებლად, იმის გასააზრებლად, თუ რა ფაზაში გადადის თავად ხელისუფლება და რეჟიმი. ამ ხრივ ცოტა უფრო დიდ სურათში როგორ შეაფასებდი ამ გადაწყვეტილებას და რას ეტყოდი მთლიანად ქართულ საზოგადოებას, იმიტომ პოლიტიკას ეხება ეს ყველაფერი და ცხადი არ არის მარტო რაღაც კონკრეტულ თეატრთან მიმართებაში გამოხატული პოზიცია. მე საზოგადოებას ხარდაჭერისკენ მოვუწოდებ, რა თქმა უნდა, თუ მაქვს ამის უფლება. მე მჯერა კიდევაც რომ შეგნებული ნაწილი საზოგადოების ამ მოვლენას, ესე ვთქვათ, გულგრილად არ შეხვდება. რაც შეეხება ასე გლობალურად და ჩვენ სიტუაციას, მით უმეტეს მართლა ამ თავისუფალი ქვეყნის თავისუფლების სიმბოლო ქალაქის ნიუ-იორკის გადმოსახედიდან კიდევ უფრო მუქად გამოიყურება და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რაღაც უნდა შეიცვალოს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს მოხდეს დროულად, იმიტომ რომ ასე გაგრძელება ისე რომ თითქოს საქართველოში საზოგადოების ერთი ნაწილი გინდ მცირე, გინდ უფრო დიდი, ხო? აქ ყველა სხვადასხვანაირად ითვლიდა ჩვენს თავებს, ხო, ეს გვახსოვს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? თუნდაც თანაბარი იყოს. რომ აბსოლუტურად იგნორირებულია, ეს არის ჩემთვის ძალიან ტრაგიკული ფაქტი. ცდილობა იმისი, რომ ფორმირებული იქნას ორი საქართველო, ეს არის ჩემთვის ასევე ტრაგიკული ფაქტი და ეს არ უნდა დაუშვათ. ამიტომ იმ საქართველოს ნაწილი, ვინც აი ესეთ გადაწყვეტილებებს ან ეთანხმება, ან ჩუმად არ ეთანხმება, მე ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყონ საუბარი იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი და ყველა სოციუმი და საზოგადოება არის ანგარიშგასაწევი და ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლებები და სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია ამ ქვეყანაში თუ ბოლომდე განადგურდა და მოკვდა, აქედან მერე ამოსვლა და ისევ შემოbrunება წარმოუდგენლად რთულია. ამიტომ ამის დაშვება არ შეიძლება, მეგობრებო, არ შეიძლება დემოკრატიის და თავისუფალი სიტყვის და თავისუფლების დაქრობის დაშვება. ეს ბევრჯერ სადეს ჩვენ ქვეყანაში ყველა მთავრობას მოუნდა რაღაც ეტაპზე, მაგრამ გადავრჩით და ეხლაც გადასარჩენები ვართ.